გამარჯობათ, მოგესალმებით, პატივცემულო ტელემაყურებლებო, ეთერშია მორიგი გადაცემა აგრარული და რეგიონული პოლიტიკა. დღეს ჩვენი სტუმარია ფაზილ ალიევი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, ძალიან დიდი გამოცდილების ადამიანი, როგორც ადმინისტრაციულ, თქვათ, უწყებებში მუშაობის, კერძო სექტორში, არასამთავრობო სექტორში, მოკლედ აქვს ძალიან საინტერესო ხედვა. ჩვენ ვისაუბრებთ დღეს რეგიონულ პოლიტიკაზე, ოღონდ იმ ჭრილში, რომელიც არა მხოლოდ ეს თქვათ ეკონომიკური ნაწილია. რეგიონული პოლიტიკაში ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა პროგრამებზე, სხვადასხვა თქვათ მართვის მექანიზმებზე. ამჯერად მოდით ვისაუბროთ ჩვენ ეროვნულ უმცირესობებზე, ვისაუბროთ რელიგიურ თემატიკაზე, ბატონ ფაზილს ვეთხოვერ, ვაი დღევანდელი სიტუაციაც ეს ძალიან დაძაბული ფაქტიურად ომის პირას მისული კონფლიქტი, ამაზეც ვისაუბროთ. რატო? იმიტომ რომ ჩვენს რეგიონებში არ არის მხოლოდ სოციალური ან ეკონომიკური პრობლემები, არის სხვა სიღრმისეული თემები, სხვა ტიპის პრობლემები. ჩვენ უკვე რამოდენიმე თვეა შევუერთდით მე და რამოდენიმე ჩემი ცნობილი მეგობარი ფაზილის ინიციატივას, რომ მაქსიმალურად მოხდეს ახალგაზრდა აზერბაიჯანელების ინტეგრაცია ჩართვა პროცესში, ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით, გარკვეულ ასე ვთქვათ ინიციატივებთან დაკავშირებით, ქონდა რამოდენიმე საინტერესო შეხვედრა და ამ კუთხით, ასე ვთქვათ, მიდის ძალიან საინტერესო მუშაობა. მე მინდა ბატონობის გარეშე მიმართავთ, ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ ძალიან დიდი ხანია, ასე ვთქვათ და რა მაინტერესებს აი ამ შემთხვევაში ფაზილ, მოდით ესე შევხედოთ პროცესს. ერთი მხრივ ეროვნული უმცირესობები წლების განმავლობაში მუდმივ რეჟიმში აწყდებიან იმ პრობლემას, რასაც ქვია ენობრივი ბარიერი. ეს ენობრივი ბარიერი თითქოს რა დაიწყო 90-იან წლებში, იყო სპეციალური პროგრამა ქართული სწავლება, მასწავლებლების ის, მაგრამ ამას ქონდა გარკვეული წყვეტა სააკაშვილის რეჟიმში, ეს უკვე რაღაცა ისე აქტუალურად არ ჩანდა ყოველ შემთხვევაში, რაღაცა ინერციით მიდიოდა და დაკარგა რაღაცა მიზანმიმართული მოქმედება. თუმცა შემდეგ აი ამ კომუნიკაციებმა ურთიერთობამ მაინც მოგვცა გარკვეული სურათი და შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებში და ახალგაზრდებში გაცილებით მაღალია ქართული ენის ცოდნა, ვიდრე ასე ვთქვათ, უფროს თაობაში, თქვენს ასაკში და თქვენს გარშემო. რა უნდა გაკეთდეს დღეს იმისთვის, რომ ჩვენ პირველ რიგში ვსაუბროთ ენის მომენტებზე, ენის ბარიერზე, რომელიც პირველი ნაბიჯია ამ ინტეგრაციის ნაწილში. მე აუცილებლად გადავალთ სხვა სიღრმეებში, ეს სოციალური იქნება, ეკონომიკური იქნება თუ რელიგიური და ასე ვთქვათ, ომსაც შევეხოთ, მაგრამ აი მოდით ვისაუბროთ, რა არის მნიშვნელოვანი დღეს აზერბაიჯანული მოსახლეობისთვის, ქვემო ქართლის და მათ შორის თბილისის ნაწილშიც, ბევრ ადგილებში, რომ სრულფასოვნად დაეუფლონ ბავშვები ქართულ ენას და როდესაც ენა იცი, შენ ქართულად ლაპარაკობ, ქართულად აზროვნებ, გაქვს უკვე სრული ინტეგრაცია და ჩვენ დავინახეთ, რომ არის ძალიან დიდი სურვილი, აი ტალღა წამოვიდა ეხლა ამ სურვილის. აი ისმეთ, მაინტერესებს პირველ რიგში. მოგისალმებით ბატონო კოჩა, მოგისალმებით ტელემაყურებლებს ყველას. ჩვენ ვცხოვრობ დემოკრატიული სახელმწიფოში და ყველაფერი უნდა დაარეგულიროს კონსტიტუცია. კი, კონსტიტუციაში ჩვენი უწერია, რომ ყველა ერი, ყველა რელიგია არის თანაბარი საქართველოში. მე ფიქრობ, კი, კონსტიტუციაში ასეა უწერია. სინამდვილეში ასე არ არის. და ფაქტებით გეტყვით, რომ რუსეთი ეხლა ატარებს ისეთი პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფოებში გარშემო საზღვართან, ვინც არიან საბჭოთა კავშირის ყოფილი სახელმწიფოები, ხო? ეს დაინტერესებულია, რომ ყველგან იყოს გახსნილი რუსული სკოლები. რატო? იმიტომ თქვენ თქმის არ იყოს. შენ თუ რუსულად სწავლობ, რუსულად აზროვნებ, რუსული ინტელიგენცია, რუსული ისტორიაზე ინფორმაცია რო გაქვს, კიდე არ გინდა შენი გულში უკვე გაქვთ სიმპათია რუსების მიმართ, რუსული ისტორიაზე და ასე არის საქართველოში. ხო და ჯერ პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ საქართველოში უნდა იყოს პარლამენტში მიღებული კანონი ეროვნული და რელიგიური უმცირესობების შესახებ კანონი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სადაა ჩვენი ადგილი ამ სახელმწიფოში.
არ არის ისეთი კანონები, ისეთი კანონიერი აქტები, იურიდიული აქტები მიღებული, რომ იცათ ჩვენი ასე ვთქვათ, უფლებები. ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი არის უმაღლესი დამთავრებული, ქართულად აზროვნებენ, ქართულად ლაპარაკობენ, ოღონდ უმუშავარი არიან. ფაქტობრივად არც პრეზიდენტის აპარატში, არც საბრობაში, არც პარლამენტში, არც გუბერნიაში ქვემო ქართლი ავიღოთ მაგალითად, იქ ნახევარი ფაქტიკურად აზერბაიჯანელებს ხოროს, გუბერნიაში არც ერთი აზერბაიჯანელი არ მუშაობს. იგივე კახეთში და ყველგან. და ეს ყველაფერი ხალხში უკვე ლაპარაკობენ, რომ არ არის სწორი ეს ყველაფერი და ჩვენ გვინდა ისეთი ტოლერანტული სახელმწიფო ვაშენოთ, რომ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე გზნოს თავი როგორც თავის სამშობლოს პატრიოტი. მაგალითად, მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებლის დროს ჩვენი ხალხი უფრო პატრიოტული იყო, ვიდრე ეხლა. იმიტომ დავით აღმაშენებლის დროს გარშემო პირადი დაცვაში, თანამდებობებზე, ყველგან ჯარში ყველა იყო დავით აღმაშენებლის გვერდში. და იმიტომ შექმნეს ისეთი ძლიერი საქართველო, იმიტომ რომ ყველა ვიყავით ერთად. მე ძალიან მიყვარს ჩემს სამშობლოს, მე ვარ ჩემს სამშობლოს პატრიოტი, თქვენ კარგად იცით ჩემი ისტორია, რომ მე ვიყავი ეროვნულ მოძრაობას ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ვიყავი ბატონჯად გამსახურდა თანამებრძოლი და ჩემი ახალგაზრდობა ჩადებული ამაში, რომ დღეს ჩემს სამშობლო არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. და მე მინდა რომ ჩვენ ხალხი აზერბაიჯანი იგივე სხვები, სომხები და ოსები და აფხაზები ყველანი გრძნონ თავი როგორ თავის სამშობლოს პატრიოტები. ამაში კარგი ფრაზა იცი ხოლმე, რომ ორი დედა როგორც არ აყავს ადამიანს, ისე ორი სამშობლო არ შეიძლება. ყველა აქ დაბადებული მაცხოვრებელი სომეხია თუ აზერბაიჯანი, მისი სამშობლო არის საქართველო და დამთავრდა. კაცს უნდა ყავდეს ერთი დედა და ერთი სამშობლო. და ჩვენ სლოგანია, თქვენ კარგად იცით ეს ყველაფერი, ეს ამას არ ნიშნავს, რომ მე თუ ეროვნები და აზერბაიჯანელი ვარ, ან თურქი ვარ, უნდა სადმე ვეძებდო ჩემი დედა. არა, ჩემი დედა არის საქართველო, მამაც საქართველო და ჩემი ყველაფერი არის საქართველოს სამშობლო. ჩვენი გაგებით და ჩვენი ხალხი გაგებით სამშობლო უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეროვნება და რელიგია. იმიტომ რელიგია ადამიანს შეიძლება გამოცვალოს რამდენიმეჯერ. სამშობლოზე არ შეიძლება ამის ფიქრი. იგივე შეიძლება ბევრი იღებს კათოლიკო არის, ხო? და თulis თავი ქართველი. სამშობლო რჩება. ხო ისეთი, ეს ამას ნიშნავს, რომ სამშობლო უფრო მაღლა დგას. ხო და ისტორიულად ასე იყო და ყველა კარგად ვიცით, რომ ჩვენ რომ მოდის მუსულმანი ან ჩემი ეროვნებით ხალხი ხელში იარაღით საქართველოში რომ მოდის, ეს არ არის ჩემი ძმა, ეს არის ჩემი დერი, იმიტომ რომ იარაღით მოდის. ძმა ძმასთან იარაღით არ მოდის. ხო და ბატონო გოჩა, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ინტეგრაცია, სწრაფი ინტეგრაცია მოხდეს, რომ არ იყოს ისეთი სხვაობა სიტუაცია, როგორ არის დღეს. აი ინასთან დაკავშირებით მინდა რომ ხაზგასმით თქვენი პოზიცია გამოჩნდეს ფაზები. აი რა უნდა გააკეთოს საქართველოს თავრობამ? ჩვენ საუბრობდით რაღაც საბავშვო ბაღების, ბავშვებიდან ეს ალბათ მნიშვნელოვანია. ოდესღაც უნდა დავიწყოთ, აი ძალიან სისტემურად დავიწყოთ, რომ ვიცოდეთ ჩვენ რამდენიმეჯერ გვაქვს ამზადებული ეს როგორ პროექტები და ჩაბარებული ქონდა ჩვენ სხვადასხვა ადგილებს ეს პროექტები. ჩანს რომ სიტყვაში კი, ლაპარაკში კი და დაინტერესებულია ზოგიერთი ხელმძღვანელები, რომ მოხდეს ინტეგრაცია. საქმეში პირიქით. ხო და ჩვენ ვამბობთ, რომ პირველ რიგში თუ ჩვენ გვინდათ, რომ მოხდეს სწრაფი ინტეგრაცია, პირველ რიგში რომ ეროვნული უმცირესობა კარგად იცოდეს ქართული ენა, ეს არის საბავშვო ბაღები. თუ საბავშვო ბაღში იმან ბავშვმა დაიწყო ქართული ლექსების სწავლა, როგორ ვთქვათ, წეყვები, მერე ბანაკებში რომ მიდის მარნიოლელი ბავშვი თუ მივა ქუთაისში, ან ბათუმში, ან რა ვიცი სვანეთში და იქ რო გაიცანს თავისი დოლის ბავშვებს, ხო, ეს უკვე არის ინტეგრაცია. მე ჩემი ოჯახის იმითი მინდა მაგალითით უთხრა. ჩემი შვილი ფონიჭალაში დაიბადა, მივიდა ქართული ბაღაბაღში. ქართული ბაღაბაღის მერე სააკაშვილის თავრობიდან დაიწყო ზეწოლა შეება ოჯახი და იწულებით ვიყავი წავიდა საქართველოდან. ხო და ჩემ ბავშვებმა
აზერბაიჯანში დაამთავრეს სკოლა, საშუალო სკოლა. მერე დააბრუნდა, ჩააბარა და ჯავახიშვილის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა ძალიან კარგად. საფუძველი ქონდა საბავშვო ბაღის ქართული. მე შევშინდი როგორ მამა როგორ იცავი შენ იმას როგორ იქნება და იმათ თქო მამა მე პირველ რიგში სულში მაქვს რომ ვიცავლო ქართულად იმედია რომ უკვე თქვენთქმის არ იყოს ბავშვობიდან უკვე ქართული აზროვნება ქართული ხალხის მიმართ სიმპათია ბავში იყო და ეს სიმღერა მაგალითად მამედოვის სიმღერა შავანის სიმღერა როგორ იყო ეს არის ის რომ იმის გულში ქართველების მიმართა და კულტურის მიმართა ძალიან მაღალი სიმპათია ძალიან დიდი სიმპათია ეს ისიც რამდენი თვე დაჭირდა ამას რომ იმყეროს როგორ ჰამლეთ კონაშვილი ეს სიმღერა იგი არის ბავშვები, ხო? ძალიან უნდა თქო გულით და სულით იცავლო. პირველ რიგში ჩვენ უნდა მივცეთ არეალი იმისთვის, ეს საბავშვო ბაღებია, კარგად უნდა შექმნილი იყოს ეს სიტუაცია. მერე ეს ბანაკები, მერე უკვე გნებად აზერბაიჯანის სკოლა დაამთავროს, გნებად ქართული იმას დაამთავროს. უკვე ამაში ფუნდამენტი არის და მე არ მეშინია უკვე ინტეგრაციაზე, მე ვიცი რომ 100% ძალიან სწრაფად წავალ ინტეგრაცია ქართული საზოგადოებაში. ხოდა ამისთვის მე ფიქრობ რომ თავრობას უნდა იყოს სურვილი და შექმნას ის ხალხი კი არა რომელიც ამას სურს ასე ვთქვათ ეხლა ირჩევენ უფრო ჩუმათი ხალხი ვინც საერთოდ არ ლაპარაკობს ან ლაპარაკი არ იცის ასე ვთქვათ ეგ არა ეთქობა მხოლოდ ეს ვთქვათ ეროვნული მომენტი შეიძლება ვთქვათ ქართველებიც იყვნენ ეგეთ დეპუტატები რომლებიც საერთოდ არ ლაპარაკობენ მე რა მინდა იცით აი აუცილებლად უნდა გადავიდეთ რელიგიურ მომენტებზე იმიტომ რომ